სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის დიდი მარხვის განზოგება, ასე ეწოდება. ანუ განახევრება. ფაქტიურად რო დაფიქრდეს კაცი, თითქოს გუშინ დაიწყო მარხვა. არადა სანამ მარხვა დაიწყება, ადამიანს ისეთი ფიქრები მოსდის, ყველა მარხვა იწყება და ეხლა რა შეინახავს ამ მარხვას, ამდენ ლოცვას რა შეასრულებს, ამდენ მუხლმოდრეკას, ამდენჯერ წირვაზე რა წავა, ამდენ სახარებას რა წაიკითხავს, ეშმაკი აშინებს ადამიანს. და ადამიანი თუ თავის გონებაში ამ ბრძოლას მოიგებს, ის მაგლით რა თქმა უნდა. მერე ხდება, რომ ესე იგი არც ისე თულად არ არის აქ და თურმე ღვთის მაგლით ეს ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. აი მარხვის ბოლო რო დადგება, მაშინაც ეს განცდა გვექნება და არაერთხელ გქონია, რომ რაუცბად გავიდა ეს მარხვა. და არა მარტო მარხვის ბოლოს, არამედ აი სიცოცხლის ბოლო დღე რო დადგება, თუმცა ჩვენ ეს არ ვიცით, რომელი დღე იქნება. მაშინაც ეს განცდა ექნება, რაუცბად მოვიდა სიბერი. რაუცბად გაიარა ამ ცხოვრება. არადა ცხოვრების დასაწყისში რომ შეხედო, ესე იგი, ქრისტიანული ცხოვრება არ არის ეგრე იოლი, რომ აი თქვა, რომ იგი რაღაც გაივლი, ადვილად გაივლი, რამდენი რაღაცის მოთმენა მოგიწევს, რამდენი განსაცდელი შეგვხვდება გზაზე, რამდენი ეკალი შეგერჭობა, რამდენი ქვა და ღორღი იქნება, რამდენი ესე იგი თავგანწირვის ასპარეზი გექნება და ეს ყოველი სათნოება ჭირითა და ტკივილით და სიძნელით აღესრულება. იოლად არ აღესრულება, იმიტომ რომ იოლად აღსრულება წმინდა მამის სათნოებას არც კი უწოდებს. იმიტომ რომ ყველა სათნოებას რაღაცა განსაცდელი ჭირი, რაღაცა ახლავს, სიძნელი ახლავს. იმიტომ რომ ქრისტესთან მიმავალი გზა სწორედ არის, როგორც სახარება გვასწავლის, ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალი. და ადამიანი თავადაც უნდა ივიწროვებდეს ამ გზას. ხალი ამასაც გეუბნება, რომ შედითო ვიწრო კარით და ნუ ეძებთ ფართო გზებს. ფართო გზა რა არის? ყველაფერი მიიღო ამ წუთის ოფლიდან, ისი მიღებაც შესაძლებელი. მაგრამ ქრისტე ჩვენ გვეუბნება, რომ მარტო ის მიიღო, რაც გჭირდება. რაც შენი საჭიროების იქით არის და შენ იმაზე ზრუნავ ადამიანი, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ სულიერს აკლებ, შენ სულს აკლებ იმისათვის, რომ ხორციელად უფრო უკეთესად იქ. და ხორციელად ზოგი რამ შეიძლება ისეთიც გაუკეთო შენს თავს, რომ არც კი გჭირდებოდეს, არამედ ეს ვნების დაკმაყოფილება იყოს. და ვნება არ დაკმაყოფილდება, ესე იგი, მასზე ხელის გადასვლით, თავზე ხელის გადასვლით, არამედ ვნება განიკურნება თავშეკავებით. ნება განიკურნება თავშეკავებით. მაგალითად, როდესაც ადამიანს მრისხანების ვნება აქვს, თუ ადამიანი ყვირილს იწყებს, ეს ვნება კიდევ უფრო მეტად ემატება. კიდევ უფრო მეტად, როგორც იტყვია, მადა ჭამაში მოდისო და კიდევ უფრო მეტად გინდება, რომ იყვება. და მრისხანება სწორედ მდუმარებით და სიმშვიდით იკურნება. აი მაგალითად, ადამიანს ვერცხლის მოყარეობის ვნება აქვს, რაღაცა ნივთების მოყარეობის. თუ ერთ ნივთს იყიდი, 2, 3, 10, მერე 11 მოგინდება, 12, 13 და 13 კი არ იკურნება. ეხლა მაგალითად ცეცხლი თუ გინდა რომ ჩააქრო, რას იზამ? ადგები და ერთ ნაჭერ შეშას ჩააგდებ, მერე მეორეს, მერე მესამეს და რა მოხდება? ჩაქრება, კი არ ჩაქრება, კიდევ უფრო მეტად გამძინვარდება. იმიტომაც ამბობს წმინდა იოანე სინელი, რომ ადამიანიო, რომელიც ცხოველს ეფერებაო, ის შეიძლება მოათვინიეროს კიდეც. მაგრამ რომელიც საკუთარ სხეულს ეფერება, ის უფრო მეტად ამძინვარებს მას. რაც უფრო ადამიანი თავის ბუნებიან მიდრეკილებებს ეფერება და უფრთხილდება, ამით ის ვერ დააწყობს, ვერ მოათვინიერებს, არამედ ის უფრო მეტად გაამძინვარებს.
აი ხა მარხვის შუა წელია ზეიგიდან, მაგრამ ნახევარი საქმე არ არის. არამედ უფალი ამბობს, რომ რომელმა დაითმინა სრულიად, იგი ცხონდეს. შეიძლება ვიღაცა დღეს მოვიდეს, დღეს დაიწყოს მარხვა, მაგრამ ბოლომდე შეინახოს და მისი უფრო მეტად შეიწირება, ვიდრე იმისი, ვინც თავიდან დაიწყო და დღემდე მოვიდა და დღეს თქვას, აჰა, ნახევარი ხო შევინახე. უფალი ესე არითმეტიკულ ჭრილში კი არ უყურებს, რომ აჰა, იმანაც ნახევარი შეინახა და ამანაც ნახევარი. თავარი ის არის, როცა შენ მიხვდი, იქიდან მოყოლებული ბოლომდე შეინახო. ვიღაც თავშივე მიხვდა, ვიღაც შუაში მიხვდა, ვიღაცა ბოლო ერთი კვირა რო დარჩება, იქ მიხვდება, რომ თურმე მარხვაა საჭირო და შეინახოს. მაგრამ ვიღაც თუ დღესვე მიხვდა, რომ მარხვაა საჭირო და მაინც ბოლო ერთ კვირას შეინახავს, ის კი არ იქნება. ეგ ღალატი იქნება, მოდი მერე დავიწყო, მერე ის მერე ან დაგიდგება ან არა. ის მერე რო დადგება, მერე ითქვა, მოდი ბოლო 3 დღე შევინახო. ბოლო 3 დღე დადგება, მოდი ბოლო 1 დღე შევინახავ. იქნებ მაზიარონ და თავარი ფიქრობს ადამიანი, რომ თავარი არის, რომ აზიარონ. თავარი ის არის, რომ ადამიანი ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობდეს. თავის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თანაზიარი უნდა იყოს ქრისტეს. მარტო ის კი არა, რომ პირი გააღოს. ზოგს ესე მიაჩნია, ესე იგი, რახან აზიარება, ყველაფერი კარგად არის. მაგრამ აი ზიარებამდე როგორ მივიდა, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მოციქული პავლე ამბობს, აი კორინთელთა მიმართ მე-11 თავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უშუალოდ ზიარებას უკავშირდება. რომელმაცო არ გამოიკითხაო თავისთვისიო და ის ეზიარაო. ისო თავის დასასჯელად ეზიარება. და იმის გამო რომ არასწორად ეზიარებიანი, მრავალი ავადდებაო და მრავალი კვდება კიდეც. არადა მაცხოვნებელი, მაგრამ როგორ მიუდგები ამ საკითხს, ეგ არის. იუდაც ეზიარა. და ესე იგი, რომელიც არასწორად ეზიარებაო, მოვალეო ქრისტეს ხორცისა და სისხლის წინაშე. მოვალეო, ახლა წარმოიდგინეთ, აი ამიტომაც აი ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ადამიანი სწორად მიუდგეს ამასთან. კიდე საფრთხილო კიდე ის არის, რომ თუ მას შეუძლია რომ ეზიაროს და დიდი ხნით გადადებს. ახლა პატრიარქის კურთხევა ადრე ასეთი იყო, რომ აი დიდ მარხვაში ყოველ კვირა ეზიარეთ და დღესასწაულები რომ დადგება. დიდ მარხვაში ხო არის დღესასწაულები, იქ ლაზარეს შაბათია, იქ ხარება, იქ აი 40 სებასტიელი მოწამის ხსენება იყო. თუმცა ახლა შაბათს დაემთხვა ეს. იქ წმინდა ივანე ნათლისმცემლის თავის პოვნის დღე იყო, ესეც ამჟამად კვირას დაემთხვა, ხო არის შუა კვირაში. ადამიანი ხშირად უნდა ეზიარებოდეს. ხშირად ზიარება ნიშნავს იმას, რომ ხშირადაც უნდა მომზადებული იყოს. ყოველთვის თავშეკავებული უნდა იყოს. ეკლესიური ცხოვრება მაგას ნიშნავს და ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ის, რომ ადამიანს რამ მდგომარეობაშიც მოუსწრებს გარდაცვალება, როგორც წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით ამბობს სულიწმინდა, იმ მდგომარეობით განიკითხება, სამსჯავროზე ღვთის წინაშე იმ მდგომარეობით წარდგება. ახლა ხო არის მრევლის ნაწილი ისეთი, რომ ერთხანს დადიოდა აღსარებას ამბობდა, ეზიარებოდა, ახლა ზოგმა ყველაფერი მიატოვა. ესეთ მდგომარეობაში რომ მოხდეს მათი გარდაცვალება, ჯარი წერია ყველას. მე ამას არ ვამბობ ვიღაცის განკითხვისთვის. მე ამას ვამბობ იმისთვის, რომ ჩვენ გავფრთხილდეთ და ისინიც თუ მოისმენენ და ამას ყურად იღებენ, ხო მადლობა ღმერთს. ძალიან კარგია. უძღები შვილიც დაბრუნდა და მამამ სიყვარულით მიიღო. და ესე იგი, შეიძლება ვიღაცამ ბოლოს დაიწყოს, მაშინ გაეხსნას გონება, მაშინ მოbrunდეს რწმენისკენ, მაშინ მოუწოდოს უფალმა და ის გადარჩეს. მაგრამ შეიძლება ვიღაცამ კარგად დაიწყოს, მაგრამ ცუდად დაასრულოს. ჯობია კარგად დაიწყო და კარგად დაასრულა, მაგრამ თუ მაინც არჩევანის წინაშეა ადამიანი, არა? კარგად დაწყებას და ცუდად დამთავრებას, ცუდად დაწყება და კარგად დამთავრება ჯობია. იმიტომ რომ ეს არის მაცხოვნებელი, სახარებისეული სწავლება. ამიტომაც აი ჩვენ ვილოცოთ მათთვისაც, ვინც იმედი ვიქონიოთ, რომ დროებით განეშორდნენ სულიერ ცხოვრებას.
ვილოცოთ ჩვენი თავისთვისაც და ვიფრთხილოთ, ესე იგი და ყოველთვის შევაგონებდეთ ჩვენს თავს, რომ რაც გავაკეთეთ, ის კი არ არის მთავარი. რაც ამის მერე გვაქვს გასაკეთებელი, ის არის მთავარი. რომ ბოლომდე მიიყვანო საქმე, ბოლომდე მიიტანო ჯარი გოლგოთაზე, ბოლო ამოსულ თქვამდე ქრისტეს უერთგულად. იმიტომ რომ უფალმა თქვა, რომელმან დაითმინა სრულიად, იგი ცხონდეს. აი არის ყველაზე მთავარი. ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ ბოლომდე მოგვეთმინოს და ბოლომდე მიგვეტანოს ის ჯარი ღვთის მადლითა და წყალობით. ჩვენთან არის ღმერთი.